სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი დღევანდელ კვირას ეწოდება ჯვრის თაყვანის ცემის კვირიაკე გავიდა დიდი მარხვის სამი კვირა აი დღეს მართლმადიდებელი ეკლესია თაყვანს ასცემს ჯვარსა პატიოსანსა და ამით აძლიერებს ადამიანს ამით აძლევს იმ მადლსა რომელიც გააჩნია ჯვარსა პატიოსანსა ჯვარი უფლისა არის ძალა ღვთისა თქვენ იცით რომ ჯვარცმა იყო ერთ-ერთი დამამცირებელი სასჯელი ადამიანისა იმის შემდეგ როცა ჯვარზე გააკრეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჯვარი გახდა ძალა ღვთისა აი ეს ძალა ღვთისა უკვე 20 საუკუნეა იცავს საქართველოს და ჩვენ მადლობთ უფალსა რომ უფალი იცავს ჩვენს ქვეყანას ჯვარი ღვთისა ადამიანმა უნდა შექმნას თავისი ცხოვრებით უპირველეს ყოვლისა სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ აი ამ თავისი ცხოვრებით ადამიანმა უნდა შექმნას ჯვარი უფლისა და ამ შემთხვევაში ეს ჯვარი აღარ იქნება მძიმე ძალიან ხშირად გვესმის ჩვენ ხალხისაგან რა მძიმე ჯვარი მისცა ადამიანს ღმერთმაო ღმერთი აძლევს ჯვარსა იმის მიხედვით რამდენსაც შეძლებს ადამიანი ატაროს და ჩვენ მადლობთ უფალს რომ ყველას ჩვენი ძალის მიხედვით გვაქვს მოცემული ეს ჯვარი და როცა ადამიანი იღლება ადამიანი თხოვობს რომ უფალი მოვიდეს ამ ნიადაგზე ამის გამო შეიქმნა ეს საგალობელი დავიღალე მოდი ჩემთან უფალო და როცა ადამიანს უკვე ძალა აღარ აქვს წინსვლისა თვითონ უფალი მიდის მასთან და უფალი ეხმარება მას ძალა ღვთისა რომ არ იყოს ადამიანი ვერ შეძლებდა ეტარებინა ჯვარი ჯვარი არსებობს სხვადასხვა არის შეიძლება ოჯახში ოჯახის ჯვარი ან პიროვნების ჯვარი ან სამსახურში აქვს რაღაც სიმძიმე არადროს არ უნდა ჩავარდეს ადამიანი სასოწარკვეთილებაში
არ უნდა დაიღალოს ადამიანი, მორწმუნე ადამიანი, ქართველ ადამიანს არ აქვს უფლება დაღლისა, ქართველი ადამიანი ადამიანმა უნდა ებრძოლოს ბოროტებას, უნდა ყველაფერი გააკეთოს, რომ სამშვიდობო გზაზე გავიდეს საქართველო და ეს მოხდება. ვერავითარი ბოროტი ძალა ვერაფერს დააკნებს საქართველოს, იმიტომ რომ უფალი იცავს ჩვენს ქვეყანას და ღვთისმშობელმა დედამ გადააფარა თავისი კალთი ჩვენს ქვეყანას. დალოცვილი იყავით. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ იყავით მხნედ, იმედი გქონდეთ ღვთისა და დაიღლებით. დაღლის უფლება ჩვენ არ აქვს. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ჩვენს თავს, ჩვენს ვნებებს, ჩვენს ცოდვებს და ყველაფერი კარგად იქნება. დალოცვილი იყავი და გახარებული აძლა მარადის. დღეს ჩვენ ვაჯილდოვებთ სასულიერო პირებს, მღვდელმონაზონი ამბროსი ბიჭიკაშვილი, ახვანილია იღუმენის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით. აქციოს! აქციოს, აქციოს, აქციოს! აქციოს, აქციოს, ლაზარე ვაზაგაშვილი ახვანილია იღუმენის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით. აქციოს! აქციოს, აქციოს, აქციოს! აქციოს, აქციოს, მღვდელი პიმენი ჯეგაძე ახვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით. აქციოს! აქციოს, აქციოს, აქციოს! აქციოს, აქციოს! დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამოზეციერმა. ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და საქართველოს. თქვენის გეგრძელობით, წინამძღოლობით და უნდა ვემთხვიოთ იმ ჯვარს, რომელიც იყო გუშინ გამოსვლელი.